მოგესალმებით ყველას ჩემო ძვირფასებო, მოგიკითხავთ სულ ყველას დიდი სიყვარულით. როგორ ხართ ხომ ხართ ყველანი კარგად და ჯანმრთელად შემოკარგებო. ძალიან დიდი მადლობა, რა თქმა უნდა, მადლობით უნდა დავიწყო. ძალიან დიდი მადლობა თითოეულ თქვენთაგანს ლაიქისთვის, კომენტარისთვის, თბილი სიტყვებისთვის, რომელსაც არ იშურებთ ჩემს მიმართ. ძალიან მიხარია. გავიცანი უკვე რამდენიმე ემიგრანტი, რომელიც ჩამობრძანდა საქართველოში, ვნახე, შევხვდი, ბოდიშს მოვხვდი, რომ იყო სიტუაცია, რომ ფიზიკურად დიდი დრო არ მქონდა, რომ დარჩენილიყავი, მაგრამ ძალიან დიდი მადლობა თითოეულ თქვენთაგანს. თავარია გაგიცანით და ეს ჩემთვის მნიშვნელოვანია, ვისთანაც მოვახერხე ვისაუბრე, რა თქმა უნდა, ცოტა დიდხანს. ამიტომ განსაკუთრებული მოკითხვა ჩემს ემიგრანტებს, მიყვარხართ ძალიან ყველა ჩემო ძვირფასებო და გაფასებთ. რა თქმა უნდა, აქაც უბრალოდ ემიგრანტები განსაკუთრებით და იმედი მაქვს ავაზე არავის კითხვა არ ექნება, რატომ ხო? მოკლედ, ჩემო ძვირფასებო, ანუ ნახეთ, ეხა ახალი ინფორმაცია დაახლოებით ვინც იცოდა, უпростоრეთ ვინც იცოდა კი ბატონო, მაგრამ სანთლები, რომლებიც მზადდება და მოხტავთ და ამზადებს არაჩვეულებრივი ადამიანი და იქ იდება კოდი და კონკრეტულად რისთვისაც გჭირდებათ, ეს არის ფინანსები, ეს არის კარიერული წინსვლა, ეს არის სასიყვარულო, ხო? ამიტომ ეს არის ხელნაკეთი სანთლები და შემდეგ უკვე მე მოხტავიდება კოდი, როდესაც სანთლებს აკეთებს ადამიანი და ასხავს, ეს ქალბატონი და ძალიან კარგი პიროვნებაა, ვენდობით ფალდახუჭული და შესაბამისად მე უკვე მომაქვს და მოხტავ. ამ დღეებში მექნება, უბრალოდ განახებთ, რა თქმა უნდა, ვიდეოთიც და განახებთ ვიზუალურად როგორია. ერთი ეს ვარიანტი აქ მაქვს და კი გაქვთ ნანახი, რომელიც მინდა, ოღონდ ეს ჩემი პირადია, დანარჩენი რაც მქონდა ძირითადად ეს წაიღეს და სხვა შორის ძირითადად ემიგრანტებმა შეიძინეს. ეხლა იქნება ახლები, ვიზუალურადაც ახლები, ძალიან ლამაზები, ან ჯერ რო შეხედავთ, ანუ ამ სანთლებს არ ვიცი, რო განახებთ ვიდეოში, მე კიდე მეტად ასე ვთქვათ, მიგიზიდავთ და თქვენ თვითონ მიხვდებით, რომელი გნებავთ და მე იმაზე ვმუხტავ. სანამ თქვენ არ გენდომებათ, არ ვმუხტავ არაფერზე, მიხვდით? მაგრამ რა თქმა უნდა, როდესაც სანთლები ასხავს და უკვე ფორმებს იღებს, ამ დროს კოდი იდება, სპეციალური კოდი, რომელზეც ეს ქალბატონი მუშაობს. ეხლა მეორე საკითხი, ტაროს შესწავლასთან დაკავშირებით ფასდაკლება მაქვს, ჩემო ძვირფასებო, მაისის ბოლომდე. ამიტომ, როდესაც გრძნობთ ენერგიებით, ჯერ ის რომ არ შეიძლება თქვენ მე მესმის, ხო? და მესმის სიტუაციებიც, კი ბატონო, რომ აი ჩემი სწავლობიდან გამოვწერე იქ, ხო, როგორც ხდება მითი, რა ქვია, იქ YouTube-ზე მესმის. ეხლა თავარი ჩემი სიტუაცია იყო ესეთი, რომ არასრულწლოვნებსაც უნდათ მესმის, მაგრამ სანამ სრულწლოვანი არ გახდება, ფიზიკურად არ შეიძლება, რაღაცა ინფორმაცია შეიძლება გავცე, მაგრამ ძალიან ისეთ ინფორმაციებს, რომელიც საკმაოდ რთულია ტაროს სწავლის დროს და საკმაოდ მძიმე გადასახარშები აქვს, ესე მარტივი არ არის, იმიტომ რომ ტარო არის დაუსრულებელი რამ. რა თქმა უნდა, ამ ინფორმაციას არასრულწლოვნებზე ვერ გავცემ, არ შეიძლება და შესაბამისად, რა თქმა უნდა, ჯობია რომ ესე რა 17 წლიდან უკვე შეიძლება. ბევრი კითხვა იყო შემოსული, პირად შემწერდნენ და ამიტომ საჯაროში ვთქვი ეს ინფორმაციას. დანარჩენი, ვისაც გვინდა ტაროს შესწავლა, შეგიძლიათ მომმართოთ TikTok-ზე პირად შემწერთ და მე გამატებთ WhatsApp-ზე, ხოლო YouTube-ზე ჩემი არხი მაქვს და იქ კომენტარებში რო ვწერთ ხოლმე კომენტარებს, იქ უთითებთ ჩემ ნომერს. WhatsApp-ი, Viber-ი, Telegram-ი, ყველაფერი მაქვს. ანუ ეხლა ჩემო ძვირფასებო, ასევე გამოძახებას რაც შეეხება, ზოგს ეჩქარება, მესმის, დღეს, ხვალ, არა, 3 ღამე მჭირდება. 3 ღამის მერე ვაკეთებ გამოძახებას, შეიძლება 5 ღამეც დამჭირდეს, გააჩნია ვისთა როგორი სიტუაცია. ამიტომ შესაბამისად, როგორც საქმე სჭირდება, ისე ვიქცევით და ისე ვაკეთებთ, როგორც სწორია და როგორც მე ჩემი ენერგიების მჯერა, ჩემი ინტუიციის მჯერა და რა ვიცი, ჯერჯერობით ჩემ თავზე შეიძლება უფრო ისე არ იყოს ინტუიცია კიდე, როგორც რომ სხვაზე მაქვს, აი პირდაპირ ერთი-ერთში არ არსებობს, რაც კი მithქვამს, რომ ის ისე არ მომხდარიყო. იმიტომ რომ არ ვარ მხოლოდ ტაროლოგი, ვარ ფსიქოკონსულტანტიც, ამიტომ როგორი კუთხითაც მექნება საშუალება დაგჭირდებათ, დაგეხმარებით.
რა თქმა უნდა, კითხვებია ბევრი ჩაკეტვებიც კეთდება, მოზიდვაც კეთდება, კიდევ ვიმეორებ თუ არის თქვენი ადამიანი და გამოძახებას რო გავაკეთებ, თუ იქ ენერგეტიკულად დამიფიქსირდა პროცენტები მაღალი. აი ამ შემთხვევაში კი ბატონო, მე აქვს აზრი დანარჩენ ყველაფერს. მოკლედ დღეს აი ამ ტაროთი, რომელიც ჩემმა მოსწავლემ ჩამომიტანა სხვათა შორის მოსკოვიდან ამ გოგო და ძალიან მომენატრა ხატია. ძალიან მომენატრე, ჩემო ძვირფასო, დიდი ხანია არ მინახია და გადავწყვიტე, რომ ალბათ რომ მომენატრა კიდე მეტად უფრო მეტად მომინდა ამ ტაროთი გაშლა დღეს და ერთი წუთით ესეც გადავდო. აი, ნახეთ როგორი საოცარი ტაროს დასტა. პირდაპირ სასიყვარულო ტაროს დასტა, ჩემო ძვირფასებო, აქ ისეთი ფიგურები გვაქვს. აქ ისეთი ფიგურები გვაქვს, აი, არ ვიცი, უბრალოდ პირადში ხოლმე სხვადასხვებით მუშაობ, იმიტომ რომ ესეც რეზონირებადია, როგორ არა, ესეც რაიდერზეა ბაზირებული, ტაროსაც რაიდერით ვასწავლი, რა თქმა უნდა, ზოგ სხვადასხვები მოსწონს, ორაკულის მსგავსი, თუნდაც ორაკული, არ არის რეზონირებადი. ჩემო ძვირფასებო, ის არის ცარიელი ზღაპარი, უბრალოდ ვიზუალურად არის ლამაზი, მეტი არაფერი. რეალობა თუ გვინდა გავიგოთ, კი ბატონო, პირადში ჩემთან მის გადმოსულან იციან, რომ აქაც საჯაროშიც რაიდერზე ბაზირებული ჩლე, პირადშიც რაიდერზე ბაზირებულით. აი ესეთი საოცარი ტარო, აი გიჟდები ამ ტაროზე, ჩემო ძვირფასებო. ძალიან მიყვარდა, ძალიან დიდი ხანი არ გამიშლია და ეხლა დღევანდელი საჯარო გაშლა. თქვენი პარტნიორის ფიქრი. არანაირი გრძნობები, არაფერი, ჩვენ სადაც მივხვდებით, ხო, ფიქრში რა მოვა, მხოლოდ და მხოლოდ ფიქრი. ეს მინდა რომ ჩავწერო და ჩაიფიქრეთ თქვენ პარტნიორის სახელი და გვარი, შეგიძლიათ დააპაუზოთ ვიდეო და დაწეროთ ფურცელზე, ესეც შეგიძლიათ. თქვა შორის ძალიან კარგია, ესეც ფურცელზე რო წერთ ხოლმე, პირდაპირ მიდის ხოლმე ენერგიები და შეგიძლიათ ისიც გამოიყენოთ. კარგი, თქვენ პარტნიორის სახელი და გვარი სრულად. შემდგომ რა სიტუაციაშია ეხლა? რა ხდება მასთან, ნახოთ ხო, საინტერესოა. შემდგომ თქვენთან დაკავშირებით მისი სიტუაცია, რა სიტუაცია აქვს თქვენთან დაკავშირებით? ჯერ ფიქრი არა, რა გაქვთ? რა ხდება? მიხვდით მთლიანობაში? შემდგომ მისი ფიქრი თქვენთან მიმართებაში. კიდევ ვიმეორებ, საჯაროა გაშლა, ყველაზე ვერ რეზონირდება. 2000-დან შეიძლება 5-ზე რეზონირდეს, ამიტომ საჯარო გაშლა არის პირდაპირი მიმართვა ადამიანებისთვის, რომ იქიდან მიხვდეთ დაახლოებით პატარ-პატარა ამოკრიფოთ, რომ თქვენი რაც არის, გადმოხვიდეთ მერე პირადში. თუ იგრძნობთ, რომ თქვენი ვიდეოა, მოხვიდეთ პირადში, ხო? რისთვის არის? ერთი პირადი ყოველთვის გერჩივნოთ მილიონ სკროლას, იმიტომ რომ პირადში ყოველთვის ერთი ჯდება. მე თუ დამჭირდა მეორე დასტასაც გავიყენებ, ამიტომ ჩემთან კონსულტაცია საათი მეტი მჭირდება. ვერავინ ვერ იტყვის, რომ მე ვინმესთვის ან კითხვა ყოფილა დარჩენია, ან რამით ყოფილა უკმაყოფილო, არ ვიცი, აი ვერც დამიწერენ მაგას კომენტარში, იმიტომ რომ მე ყოველთვის პასუხებს ვცემ ერთი-ერთში, რასაც მეკითხებიან, რომ ვინმეს კითხვის ნიშანი არ დარჩეს. პირიქით, მე არ დავუშვებ, რომ ვინმეს კითხვის ნიშანი დარჩეს. ამიტომ კონსულტაცია ძალიან ბევრს უკითხია, რომ აი 5 წუთიანი, თქვენს 5 წუთით მწერთ, რამდენს მოუწერია ხმოვანებით? არა, ხმოვანებით არის საათიანია, შეიძლება მეტიც, როგორც გეკომფორტულებათ. პირადად თუ ვურეკავ და ვიდეო კოლით ხდება WhatsApp-ი, Viber-ზე, შეიძლება საათნახევარი და შეიძლება 2 საათიც. მქონია ესეთი შემთხვევები, ამიტომ პირველ რიგში გეცნობით, პირველ რიგში გესაუბრებით, ადამიანური ურთიერთობები ყველაზე მთავარია და აი მე ვიწყებ ხოლმე გაშლას. კარგი, მისი ფიქრი, კიდევ ერთხელ მისი ფიქრი. ძალიან საინტერესო დასტა და ბოლოს რჩევა. ასე გამოიყურება ჩემო ძვირფასებო და ოპა. ესე იგი, აი ეს არკანი რო არ ამოვიდეს, აი საოცრება შეხედეთ და უკან სამყარო. ტრანსფორმაცია და სამყარო. მე-13 მაღალი არკანი, სიკვდილის არკანი, ჩემო ძვირფასებო, ვინც ცნობთ დაახლოებით მაინც იცით და ნუ ძალიან ლამაზი და სტაჯერი სადაც ხვდებით. ტრანსფორმაციის პერიოდი, რომელიც იმყოფება თქვენ ურთიერთობაში. ეხლა და ამ წუთას, რა თქმა უნდა, სამყაროს ნებართვით. ვნახოთ ეხლა რა ხდება.
და ვინ არის და რა ენერგიებშია თქვენი პარტნიორი. რა თქმა უნდა, ვიცდები, რომ ყველა არკანი, შეიძლება ისდაგვარად განახოთ. და ვინ არის? კარგით ამას სამვაბრუნებ. ვინ არის ასაკით პატარა? ან პირიქით, ასაკობრივ სხვაობას ხედავ ჩემო ძვირფასებო, ოღონდ საკმაოდ ცეცხლოვან მამაკაც, აი უნდა განახოთ რა. თქვენი თვალით მინდა დაინახოთ როგორ ძლიერი და ცეცხლოვან მამაკაცთან გვაქვს საქმე. ნახეთ რა საოცარი დასტაა ჩემო ძვირფასებო. YouTube-ზე გაშლილი მაქვს ამ დასტით, მე მგონი TikTok-ზე არ მაქვს გაშლილი ეს YouTube-ი, მე უკვე 2 წელიწად-ნახევარია მაქვს. ნახეთ ჩემო ძვირფასებო, როგორი ჯერ რა ლამაზია, თქვენი თვალით ნახეთ, როგორი ძლიერ მამაკაცთან გვაქვს საქმე, არ ვიცი ასაკით პატარაა, თქვენ ხართ პატარა, მაგრამ როგორი ცეცხლოვანი, როგორი ენერგიული, ნახეთ როგორი სკუტერი ყავს, შეხედეთ. თანამედროვე, ოღონდ რაიდერზე ბაზირებული დასტაა. ძალიან დიდი მადლობა ხატია კიდევ ერთხელ ჩემო ძვირფასო. აი თქვენი თვალით ნახეთ, როგორ ძლიერ პიროვნებასთან გვაქვს საქმე. მიუხედავად იმისა, რომ ასაკობრივი სხვაობაა და მე ვფიქრობ, რომ მამაკაცი უფრო ცოტა პატარა არის, ბევრ ასაკიან მამაკაც ჯობია. მე ყოველთვის მომყავს ხოლმე ოტია იოსელიანის სიტყვები, მე ვგიჟდებოდი ამ ადამიანზე, მინახავს 18 წლის კაციო და 55-ის თუ რაღაც ესეთი ასაკი თქვა ბავშვიო. ამ სიტყვებში, ამ დიდებულ სიტყვებში აბსოლუტურად ყველაფერია ნათქვამი, არ აქვს მნიშვნელობა ასაკს, თუ კაცი იბადება კაცად, ის ისე კვდება და თუ არ არის კაცი, მთელი ცხოვრება, როგორც არ უნდა გაიზარდოს, როგორც არ უნდა ტვინის ჭამა კონდეს, როგორც არ უნდა, არ ვიცი, აი ყველა კუთხიდან ჩხუბი აყალმაყალი რომ გამოსწორდის, არა. ის ისეთი მოკვდება, როგორიც არის. მივხვდით, ეს მინდა გაიგოთ. ძალიან ცეცხლოვან ადამიანთან, ძალიან ენერგიულ ადამიანთან და ძალიან ძლიერ პიროვნებასთან გვაქვს საქმე. რა ხდება? არ ვიცი, ხა ერთ ინფორმაციას გეტყვით და დაახლოებით მივხვდებით ალბათ ვის გეხებათ. არ ვიცი, ვისი პარტნიორი არის, მამაკაცებო, ვინც მიყურებთ, საპირისპიროდ შემაბრუნეთ ხო? არ ვიცი, ვისი პარტნიორი არის ესეთი სიტუაცია, რომ შეიძლება იმყოფებოდეს მავნე ზეგავლენის ქვეშ. მედია ხვდებით, რას გულისხმობ, ეს არის ალკოჰოლი, ეს არის თამაში და ეს არის ნარკოტიკი. მოდი პირდაპირ გეტყვით, ვერ დაგიმალავთ, იმიტომ რომ ადამიანი, რომელიც ესეთი აქტიური, ადამიანი, რომელიც ასეთი გიჟივით იქ, კაცური ტიპია, რა თქმა უნდა, მოგწონთ, მაგრამ პარალელურად ნახეთ რა ლამაზი თასების სტულზე აქ ამ დასტას. აი, ასეთ ემოციებში მყოფი, არ ვიცი, მოკლედ, კიდევ ვიმეორებ, ყველასთან არ რეზონირდება, ზოგთან შეიძლება სულ არ იყოს ეს შემთხვევა, მაგრამ აქ ვხედავთ ეშმაკის არკანი და საოცარი ეშმაკის არკანია აქ ამ დასტას, შემოძვირფასებო. ნახეთ როგორი სიმპათიური ეშმაკის არკანია, რა ვქნა ესეა. და ამ ყველაფერთან ერთად სიტუაციურად არ არის გამორიცხული მავნეჩვევა კონდეს ზოგიერთი ან კონდა შეიძლება, რომელიც ემოციურად ემოციურმა ფონმა გადაძალა, გულმა გადაძალა და ჩავარდა ხუთიან თასებში, როდესაც ადამიანს აღარაფრის სურვილი არ აქვს. კიდევ ვიმეორებ, ეხლა შეიძლება ზოგმა დამიწეროთ, რომ მე ვიჩხუბე, ესე ვქენი, კი ბატონო, შეიძლება იჩხუბეთ კიდევაც და ამანაც გამოიწა არ არის გამორიცხული, მაგრამ არის ბევრთან სიტუაცია, ვინც მავნე ზემოქმედების ქვეშ არის, ხო ხვდებით რა და რაღაცაზე მოკლედ მინჯაჭულ სიტუაციაში კიდევ მეორებ ეს ეხება კონკრეტულად მავნეჩვევას ვიზეც რეზონირდება. ვიზეც არ რეზონირდება და არაფერი, უბრალოდ არის ადამიანი, რომელიც აი ეს გულსაყოლილი და ემოციურ ფონზე შიგადაშიგ აი ეს აქ ხანდახან ესე ავარდნები, ხო ბჭყალებში ყველას აქვს ეგ მომენტი, მაგრამ როგორც ჩანს არის განსაკუთრებული სიტუაციები. ნახოთ ეხლა თქვენ და მისი სიტუაცია რა ხდება თქვენთან. ой, ვაიმე და რა კარგად დაიწყო და ხო, პირველ რიგში გეტყვით იმას, რომ ძალიან დიდ ემოციებთან გვაქვს საქმე. ეხლა ნახეთ, ვინც ტაროს დასტაში ერკვევა რაიდერის კლასიკურში შეყვარებულების არკანში არის ბარიერები. ეს არის დასტა, სადაც ხედავთ, რომ აქ ბარიერები არ არის. ცოტა, ძალიან მსუბუქი. მაგრამ როგორც ჩანს, შეგხვდათ ბარიერები, იმიტომ რომ ემოცია ძალიან დიდი თქვენს შორის. ენერგეტიკა ძალიან დიდი თქვენს შორის, ჩემო ძვირფასებო.
5 წელიც რო იყოთ ადამიანთან დაშორებული, თუ რო არ დამიბლოკოს გამოწევ, თუ ენერგეტიკა, ჩემო ძვირფასებო, გაქვთ, იმიტომ გამოძახებას რატო ვაკეთებ? რატო ვევნებ პირდაპირ გამოძახებას? იმიტომ რომ თუ ენერგეტიკული კავშირი არის, ჩათვალეთ, რომ იქ ყველაფერი იდეალურად არის და გამორიცხულია, რომ ენერგეტიკული კავშირის მქონე ადამიანები ერთმანეთს დაშორდნენ. მაგრამ ნახეთ რა მოხდა 7-იან ხმლებში გადავიდა ურთიერთობა. აი ესეთი საოცარი, აი ესეთი ვნებიანი, აი ესეთი, არ ვიცი, ემოცია და სიყვარული გადავიდა 7-იან ხმლებში, სადაც არ ვიცი, მელიასავით გაიპარა, რა მოხდა, თქვენ გაბრაზდით, ის გაბრაზდა, არ მინდა ვიკითხო, მე ფიქრი მაინტერესებს, მაგრამ რა მოხდა ეხლა რომ დავიწყო, მაშინ უნდა ჩავყვე და ვერ დავამთავრებ ხვალამდე, ხო? მაგრამ ფაქტია, ადამიანი ეს პირადში გავარჩიოთ ჯობია და გადმოხვიდეთ პირადში, ვისაც გეხებათ ეს გაშლა, იმიტომ რომ ესეთი ემოციური სიყვარული, ესეთი გრძნობა, ესეთი ვნება, როგორ შეიძლება გადავიდეს 4-იან თასებში და 7-იან ხმლებში. გაპარული ადამიანი თუ ვერ გაგიქაჩათ, მოდი ბჭყალებში ცოტა არ მინდა ხოლმე რა აი ჟარგონის გამოყენება, მაგრამ სხვანაირად ვერ ვიტყვი. თითქოს ვერ გაგიქაჩათ დაახლოებით ესე რომ ვთქვათ, კარგით, მისი ფიქრები თქვენთან დაკავშირებით. თქვენ დაამთავრეთ ჩემო ძვირფასებო, ანუ ვინც მიყურებთ, გინდა მამაკაცები, გინდა ქალბატონები, ანუ მიგიყვანათ იქამდე რომ თქვენ დაგემთავრებინათ, შეხედეთ კოშკის არკანით, როგორ ჩამოემხო თავზე ყველაფერი. ხდება რომ ყველაფერი დასრულებულია თქვენგან, მე ვფიქრობ რომ თქვენგან. მიგიყვანათ იქამდე რომ თქვენ დაგესრულებინათ, მაგრამ ნახეთ, არ ვიცი, მესამე პირები არის ან ურთიერთობებში. აი თქვენ თვალით დაინახეთ, იმიტომ რომ ერთ რაღაცას გეტყვით, როცა ამხელა ემოციასთან გვაქვს საქმე. აი ასეთი 8-იან კვერთხებში, სადაც პირდაპირ მნიშვნელობით ვნება, ტოლვა, არ ვიცი, იმპულსები რაღაც საოცარი, აი ესეთი სიყვარულის ფონზე. აი პირდაპირ დამიჯდა მიზეზი. ზოგთან როგორც ჩანს მესამე პირი იყო. რა თქმა უნდა, თქვენ უკეთესად იცით, გადმობრძანდით და გავარკვიოთ პირადში. ვნახოთ კიდევ მისი ფიქრები. მოენატრეთ, თქვენ თვალით დაინახეთ როგორ ენატრებით. ხედავთ? აი როგორი ეგოისტია. შეხედეთ? ნახეთ როგორი ეგოისტია და როგორ ენატრებით და რეებს ფიქრობს, რა დონეზე ენატრებით და ფიქრობს, ვერ გადმოგცემთ სიტყვებით, მაგრამ როგორც ჩანს უკვე გვიანია. შეიძლება თქვენ აღარ გინდათ, რატო ძალიან ბევრი რამ მიასწავლეთ, ძალიან ბევრი რამე მიეცით. მისგანაც შეიძლება ბევრი ისწავლეთ, მაგრამ როგორც ჩანს თქვენგან უფრო მეტი აიღო და ბევრი ისწავლა, აიმიტომაც ჩავარდა ეგოისტი ადამიანია და ეხა უკვე ეგოისტობა იპყრობს და ამ მონატრების ფონზე რას გააკეთებს, არ ვიცი, ქმედებას ნამდვილად ვერ ამოვიღებ, იმიტომ რომ ფიქრზე მაქვს გაშლა. კი ბატონო, ვისაც დაგაინტერესდებათ, გადმობრძანდით პირადში და ქმედებაც ვნახოთ და სიტუაციებიც ვნახოთ და ვინ არის კონკრეტულად ჩართული ამ ყველაფერში, ესეც ვნახოთ. აი თქვენი თვალით დაინახეთ, რა დონის მონატრება აქვს, აი ესე ღირსია. როგორ ენატრებით და აი ესე იგი რა დონეზე გაგხადათ იძულებული, რომ ურთიერთობიდან თქვენ წასულიყავით. ბევრმა როგორც ჩანს თქვენი მხრიდან დატოვეთ, იმიტომ რომ მიგიყვანათ იქამდე. მაგრამ ისეთი ეგოისტია, ისეთი ეს არ ამგონია მოგეშვათ, მაგრამ კიდევ იმეორებ ხა აქ ამ თემას არ განვიხილავ. აქ მხოლოდ ფიქრი. ვნახოთ კიდევ ერთხელ რას ფიქრობს და ბოლოს რჩება. აი გიჟდ ამ დასტაში ყველაზე მეტად გიჟდები ამ არკანზე. წესით არ უნდა იყოს აი ესეთი სამიანი ხმლები, მით უმეტეს ვინც ჩემი კოლეგა ხართ თუ გინახავთ. ნახეთ როგორ საოცარი სამიანი ხმალი. გული გაგლეჯილი აქვს. რას ფიქრობს? კი არა, გული აქვს გაგლეჯილი. აია. თიუყრე. საოცრება ხალხო, გადმოდით რა პირადში, მე მაინტერესებს თქვენ მაგირად, თქვენ თუ არ გაინტერესებთ, მე მაინტერესებს მართლა ოღონდ თქვენზე, ვისაც ეს გაშლა გეხებათ, საოცრება 8-იანი თასები, 8-იანი ხმლები, ბოდიში 9-იანი ხმლები და 3-იანი ხმლები. ძალიან ცუდად არის, ანუ ძალიან განიცდის რომ დაგკარგათ. განიცდის კი არა, არ ვიცი, ლოგინად ხო ჩავარ და მოიკითხეთ, რა ვიცი, ხო კარგად არის.
ძალიან ცუდად არის ჩემო ძვირფასებო და ძალიან განიცდის. აი შეხედეთ რა მდგომარეობაში. აღარაფერი არ უხარია. ყველაფერმა აზრი დაკარგა. როგორც ჩანს, ბევრჯერ იყო ნაპატიები აქ და მე კიდე მიეცი ჩანსი, მაგრამ არ გამოვიდა. აი როგორ აქ გული გაგლეჯილი აქ, აი როგორც ხედავთ სამიანი ხმალი ხო გინახავთ სხვადასხვა სტეპში. აი ესეთი მაგარი არ ვიცი საოცარი მოკლედ რა, საოცრად არის გადმოცემული ამ დასტაში სამიანი ხმალი. შეხედეთ როგორ აქ გული განგმირული. აი გადახლეჩილ მიხლეჩილ მოხლეჩილი. იმ დონეზე ენატრებით, იმ დონეზე ეგოისტობა აქ ჩართული, იმ დონეზე უნდა თქვენთან ის მომენტი ენატრება რომ რამდენი რამე გაგვთ გავლილი და რა ვიცი, სად არ დადიოდით, სად არ მიდიოდით და ხო ხვდებით რის თქმა უნდა და პლუს ამას ხვდება იმას რომ ფიქრობს რომ საბოლოოდ გონი დავკარგეო და ეხლა უკვე აი გულს ასკდება. არ ვიცი რა დროს მოგადგებათ ზოგ სახლთან, ზოგ სამსახურთან, არ ვიცი, მაგაზე გადმოდით და ვნახოთ პირადში. ძალიან საინტერესო გაშლა იყო, ვნახოთ რჩევა რა იქნება. ეხლა ნახეთ, რჩევა რა იქნება. თუ ეს ადამიანი მოვიდა თქვენამდე, აუცილებლად დაელაპარაკეთ. ანუ რჩევას გულისხმობ, იმიტომ რომ ეხლა გონება აქ ამას ჩართული. როგორც ჩანს გარკვეული პერიოდი გულს მიყვებოდა და არასწორი გადაწყვეტილებებიც მაგიტომ იყო და მაგიტომ გაგანერვიულად, მაგრამ ნახეთ მზე გამოდის, მომწონს რჩევაში გამოდის მზე. ნახეთ რა ლამაზი არკანია მზე გამოდის, ოღონდ აუცილებლად ნახეთ როგორც კი მოვა, აი შეხედეთ სახლთან მოვა ეს თუ სამსახურთან მოვა თუ დაგირეკავთ თუ არ ვიცი რას გეტყვით, დალაპარაკებით უნდა დაელაპარაკოთ. რა თქმა უნდა ჯობია პირადი გაშლა და იქ უკეთესად ნახავ ეხლა ხო ხვდებით ადამიანს თუ თვითონ აქ ნათქვამი რომ კარგად იყავიო და ეხლა ხო ხვდებით მე გითხრათ რომ თქვენ გადით კონტაქტზე თქო ხო სულელი ვიქნები, იმიტომ თუ ზუსტად არ ვნახეთ რა როგორ რანაირად დეტალებში ვერც გეტყვით, მიხვდით? აი შეხედეთ ძალიან ბევრთან არ ვიცი სახლთან მევა, არ ვიცი დარეკავს, არ ვიცი სამსახურში მევა, ძალიან დიდ გრძნობასთან მაქვს საქმე, გვაქვს. არ ვიცი ვის გეხებათ, ძალიან დიდ ემოციასთან გვაქვს საქმე, საბოლოოდ შევჯამდეთ, ძალიან დიდ ნებასთან გვაქვს საქმე, როგორც ჩანს აქ ინტიმური ურთიერთობა რაღაცა საოცარია, ენერგეტიკული მიჯაჭვულობა რაღაცა ზღაპარი, საოცარი უბრალოდ გარკვეული მიზეზების გამო ჩამოინგრა, მაგრამ როგორც კი ჩამოინგრა, ეს ძალიან ცუდად არის. ფაქტიურად ლოგინად შეიძლება ჩავარდნილია იმდენად განიცდის და ნერვულობს და აი თქვენთან მოსასვლელი პირს ეძებს, მაგრამ ჯერ ვერ ნახულობს. მიხვდით, მაგრამ არ არის გამორიცხული, რომ აი ესე დაკრას თავში, იმიტომ რომ ტვინი აქ ჩართული და რა დროს მოვარდება კაცმა არის ყურადღებით იყავით. დანარჩენ შემთხვევაში გადმოდიხართ პირადში, აუცილებლად გამოდის მზე სიტუაციაში, აუცილებლად ხედავ, ფიქრობს სასწაულად, უბრალოდ ძალიანა გული ნატკენი, რა თქმა უნდა, თავის თავს უნდა მოკითხოს, თვითონ დააშავა ბევრი შეიძლება და მაგიტოა გული ნატკენი და ეხა გვიანია და თქვენ აღარ გინდათ, არც არის გამორიცხული. მაგრამ ნახეთ, მე ვთვლი, რომ სალაპარაკო თუ მოვა, დალაპარაკება უნდა იყოს. მეტი არაფერი, აი დალაპარაკება რო გადადის ხოლმე მე რაღაცეებში და ინტიმურში, არა. აი კონკრეტულად ერთ-ერთ ადგილას დაჯექით, სხვა ადამიანებიც არ ვიცი, ბარში, კაფეში, სადმე და ერთ-ერთზე ელაპარაკეთ, ოღონდ თუ თვითონ მოვა. თქვენ არ უნდა გახვიდეთ, ეხა ამ წუთას არ გეუბნებით, რომ თქვენ დარეკეთ, მაგრამ ხო, ცუდად არის, ეხა მე გითხარით, მოიკითხეთ იმ კუთხით, რომ ვიღაც საერთო ნაცნობით უყავთ რა. თორე იმიტომ რომ აქ ისეთი ემოცია და ისეთ სიყვარულს ხედავ, ეს ურთიერთობა ეს ემარტივად არ დასრულდება. ეს იყო დღევანდელი ჩვენი გაშლა, რა ვიცი, მე კმაყოფილი ვარ და იმედია თქვენც კმაყოფილი ხართ, დამიწერეთ კომენტარებით თუ მოგეწონათ ჩემი გაშლა, გამოიწერეთ ჩემი არხი, როგორც YouTube-ზე, ასევე ტაროზე, ხო, ჩემო ძვირფასებო და ძალიან ეს არის მადლიერება ჩემი საჯარო გაშლის და კიდევ და კიდევ დიდი მოკითხვა ჩემს ემიგრანტებს და ძალიან დიდი მადლობა ყველას ყურადღებისთვის, თითოეული მესიჯისთვის, თითოეული ლაიქისთვის და თითოეული კომენტარისთვის. დანარჩენ საკითხებზე მწერთ პირადში აუცილებლად YouTube-ზე ნომერია მითითებული კომენტარში და გადმოდიხართ ნომრით WhatsApp-ი, Viber-ი, Telegram-ზე. დანარჩენ დეტალები რაც კი საჭიროა და რაც ჩაკეტვა იქნება ეს, ჩამოშორება იქნება ეს, მოზიდვა იქნება ეს, ჩემი სანთლები იქნება ეს, ხო? უпростоრეთ იმ ქალბატონის ვინც ამზადებს და მე უმუხტავ, ხო, რა მნიშვნელობა აქვს ორივე ერთად უმუშაობთ ამ საქმეში, ხო, რა შეძენა გვენდომება რა, ყველაფერზე მწერთ პირადში. გამოძახება იქნება, ხო, ისედაც პირადში მწერთ, კი იცით ეს. დანარჩენი ეს იყო ჩვენი დღევანდელი ვიდეო საჯარო გაშლა. გელოდებით პირადში გადმობწანდით. ეხლა დაგემშვიდობებით, მიყვარხართ ყველა დროებით.